მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის სექტემბრისათვის უნდა მომხდარიყო პენსიების ზრდა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პენსიონერებისათვის. მხედველობაში მაქვს შეზღუდული რესურსების და სოციალურად შეჭირვებული პენსიონერები. სულ ეს იყო 100,000 პენსიონერი და მათთვის პენსიის ზრდა უნდა მომხდარიყო მაქსიმუმ 25 ლარით. ამ 25 ლარის რანჟირება შემდგომ უკვე მოხდებოდა ქულების რაოდენობით. ამის ნაცვლად პრემიერის ინიციატივით 100,000 პენსიონერის ნაცვლად პენსია გაეზრდება ყველა პენსიონერს გამონაკლისების გარეშე, ანუ სულ 700,000 პენსიონერს, მაგრამ 25 ლარის ნაცვლად პენსიის ზრდა იქნება მხოლოდ 10 ლარი. ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ მთავრობას ნამდვილად სწორი მიდგომა აქვს ამ თემასთან დაკავშირებით არჩეული, იმდენად რამდენადაც პენსიის რაღაც დოზით ზრდა აუცილებელია ყველა პენსიონერისათვის. ხოლო ამის შემდეგ უკვე შეიძლება ვიფიქროთ, რომ გარკვეული კატეგორიის პენსიონერებისათვის კიდევ გამონაკლისი დამატებები და შეღავათები დაწესდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თავიდან რაღაც დოზით აუცილებელია ყველა პენსიონერს გაეზარდოს პენსია. ახლა მე მინდა გითხრათ იმასთან დაკავშირებით და უპასუხო იმ სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას, რომელიც თვლის, რომ 10 ლარიანი ზრდა თითქმის არაფერია და ასე შემდეგ. პირველ რიგში არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ეს არის მხოლოდ 10 ლარით ზრდა. ეს არის 10 ლარი დამატებული იმას 50-ს, რომელსაც უკვე იღებენ. ანუ 160 ლარი. ეს იმ ფონზე, როდესაც ლარი საკმაოდ მყარია, ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება და მოხსნილია სხვა ბევრი ხარჯები მათ პენსიონერებისთვის და მათ შორის სხვა მოქალაქეებისათვის, იგივე თუნდაც როგორიც არის ჯანდაცვაზე გასაწევი ხარჯები და ასე შემდეგ. ანუ მთავრობა თავიდან როგორც აირჩია საყოველთაო პრინციპი ერთგულია ამ საყოველთაო პრინციპის და ამას ახალგაზრდა ფინანსისტები კიდევ ერთხელ მივესალმებით. რასაკვირველია გვესმის, რომ ეს დანამატი ასაკმარისი არ არის, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ პენსიის ზრდა პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული ქვეყნის ბიუჯეტთან. ქვეყნის ბიუჯეტი კი მოგეხსენებათ უსაზღვრო არ არის და ის საკმაოდ შეზღუდულია, შეზღუდული რესურსებისაა და მთავრობის მთავარი ამოცანაც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ აი ეს შეზღუდული რესურსები, რომელიც გააჩნია ბიუჯეტს, სწორად გაანაწილოს და სწორად მოახდინოს ამ რესურსების დელეგირება. და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ მიგვაჩნია ჩვენ ახალგაზრდა ფინანსისტებს, რომ ამას ნამდვილად სწორედ ახერხებს და ის პრინციპი, რომელიც მთავრობამ გამოიშინა და ის ინიციატივა ნამდვილად სწორედ ამის გამოვლინებაა. და საუბრის მიწურულს ასევე მინდა გითხრათ, ხშირად მე მსმენია კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდება პენსიის ზრდა მაინც და მაინც 2015 წლის სექტემბერში, ანუ შემოდგომაზე. მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტი არის ქვეყნის ეკონომიკური მთავარი დოკუმენტი. ქვეყნის ბიუჯეტი დამყარებულია გათვლებზე, ქვეყნის ეკონომიკური დოკუმენტი დამყარებულია სხვადასხვა ანალიზზე, ქვეყნის ეკონომიკური დოკუმენტი დამყარებულია იმ რეალობაზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ანუ, როდესაც ბიუჯეტს საშუალება აქვს პენსიების ზრდა მოახდინოს, მაშინ ახდენს უხეშად რომ ვთქვათ, როდესაც ქვეყანას საშუალება აქვს რომ პენსიები გაიზარდოს, მაშინ ახდენს პენსიის ზრდას. აქედან გამომდინარე, ეს სექტემბრის პირველი რიცხვი 2015 წლის სწორედ ის ეტაპია, როდესაც ბიუჯეტს საშუალება ეძლევა მოახდინოს პენსიების ზრდა.